მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვალერი გვალუკაშვილი და თქვენ უყურებთ არს ქართული ამერიკა. ცოტა დიდი პაუზა გამომივიდა, როგორც ხდება ხოლმე მიზეზები არ გვაკლდება პაუზების ასაღებად, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დღეს იყო საშუალება, შესაძლებლობა შემოგიერთებით, გაგესაუბრებით, გაგიზიარებთ რაღაცეებს, რაც თქვენ გაინტერესებთ ხოლმე და ხო რა, ეგ არის, დავიწყეთ. როგორც იცით უკვე სრულ 2 თვეზე მეტი გავიდა უკვე რაც ტრამპის ადმინისტრაცია არის მოსული მთავრობაში და აქტიურად მიდის ხოლმე ცვლილებები, ყოველ შემთხვევაში მცდელობა ცვლილებები საიმიგრაციო საკითხებში, სხვა საკითხებშიც, მაგრამ ჩემი მაყურებელი როგორც წესი უფრო საიმიგრაციო საკითხებში არის ხოლმე დაინტერესებული, შესაბამისად შევეცდები რომ გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც ჩემს დაქვემდებარებაში არის ამ ეტაპზე. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ არატურისტული მიმართულებით ადამიანებისთვის თუ ვინმე შეექმნება პრობლემა. ამასთან დაკავშირებით გარდა გარკვეული ტიპის ქვეყნებისა, რომელიც დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციამ, ძირითადად არაბული ქვეყნები არის, აქ შედის ბელარუსი, რუსეთი და ესეთ ქვეყნები, საქართველოს რახან არ ეხება დეტალურად ამ თემაში არ შევალთ. აქედან გამომდინარე, ტურისტული მიმართულებით თუ ტურისტულ ვიზას ფლობთ, პრობლემა არ გექნებათ, ასევე გაცვლით პროგრამები J ვიზას, რაც შეეხება J1 ვიზა, არც მაგის მიმართულებით არ შეგექნებათ პრობლემა. არც ასევე სტუდენტური ვიზის მიმართულებით აღნიშნულ რაიმე ტიპის პრობლემა, შესაბამისად მაგ მიმართულებითაც არ არის რაიმე შეზღუდვები, იმედია მზეც უდათ არანათებს, არა უკნიდან. მზის ჩასვლასაც გაყურებინებთ რა ესე რა. რაც შეეხება საინვესტიციო ვიზებს, არც საინვესტიციო ვიზების მე პატრონის გექნებათ პრობლემა, არც ექსტრაორდინალური ვიზების მქონე ადამიანებს ან მსურველებს. და კიდევ რა არის ხშირად გამოყენებული H1B ანუ სამუშაო ვიზაზე ვინმე თუ არის რიგში და ელოდება და შეიძლება მიიღოს არც მაგის მიმართულებით პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება ახლა უკვე საიმიგრაციო მიმართულებით ადამიანები ვინც უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან და საიმიგრაციო მიმართულებით ახდენენ თავის სტატუსის ცვლილებას და საიმიგრაციო პროცესს სულ ახალი ამბავი არის, რომელსაც დიდი ალბათობით დაბლოკავენ დღეს. ყოველ შემთხვევაში თუ არა ამ დღეებში ადამიანები ვინც შემოვიდნენ და მოითხოვეს თავშესაფარი, თუ ეს წესი არ იცით, მოდით აგიხსნით ამ პლუს მიმდინარეობაში, ადამიანმა თუ მოითხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარი და მიანიჭეს თავშესაფარი, ამ თავშობის მინიჭებიდან 1 წელიწადში უფლება ეძლევა ამ ადამიანს რომ შეიტანოს ბინადრობაზე, იგივე მწვანე ბარათის მოპოვებაზე, აღებაზე და შესაბამისად ეს ადამიანი ლეგიტიმურად, ლეგალურად მიიღებს თავის კუთვნილ ბინადრობის უფლებას, იგივე მწვანე ბარათს. დღეს გამოვიდა ინიციატივით თეთრი სახლის ინიციატივით უბრალოდ საიმიგრაციოს ბოსი, ესე რომ ვთქვათ, და განაცხადა, რომ ვინცო თავშესაფარს მოიგებსო და ასევე ვინც ტოლვილის სტატუსით არის შემოსულიო, იმ ადამიანებს მწვანე ბარათს აღარ მივცემთო. დარღვევა კანონის. ამიტომაც მგონია, რომ ეს გასაჩივრდება ფედერალური მოსამართლეების მიერ და მინიმუმ შეაჩერებენ და იმედია რომ მოხსნიან, იმიტომ რომ სისულელია ტინკიცობა. რაც შეეხება ქორწინების მიმართულებით, ვინც ითხოვს მწვანე ბარათს, ბინადრობის უფლებას, იგივე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ესეთ ადამიანებს პრობლემა ყოველ შემთხვევაში არ ექმნებათ. ერთადერთი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ ადამიანების ბედი, ვინც უკვე აიღო დროებითი მწვანე ბარათი, ანუ ქორწინებაში შევიდა, 2 წლიანი მწვანე ბარათი მიანიჭეს, conditional green card-ს ეძახიან residential ბარათს, ანუ საგამოცდო ვადა არის 2 წელი. ამ პერიოდში ლოგიკასთან ასდენილი არის, მაგრამ ვიღაცებმა თქვეს გარკვეულ სოციალურ ქსელების წყაროებიდან ამოვიღე, რაც დადასტურებული ინფორმაცია მთლად ვერ არის.
რომ იმოგზაურეს და უკან შემოსვლისას იმის და მიუხედავად რომ ორწლიანი მწვანე ბარათი ქონდათ, ეს ადამიანები არ შემოუშვეს რაღაც მიზეზის გამო. აქ შეიძლება ბევრი დეტალი იყოს, მაგრამ ამ დეტალებს არ ვფლობ. შესაბამისად, არ მინდა რომ ვინმე შევაშინო, შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ ესეთი აზრები ტრიალებს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მაინც და მაინც თქვენც უნდა შეგემთხვათ, იმიტომ რომ როგორც წესი მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას სრულ ისტორიას არ დებენ ხოლმე. როდესაც სრულ ისტორიას არ დებენ, შესაბამისად არ ვიცით რა მოხდა. იმ ადამიანების ბედი, ვინც თავშესაფარი მოითხოვა, ჯერ არ არის სასამართლოზე ნამყოფი და ელოდება. როგორც წესი პრობლემა არ უნდა შეექმნათ ეს ადამიანებს, ძირითადად არ ექმნებათ ხოლმე პრობლემა ეს ადამიანებს, მაგრამ რაიმე დამადასტურებელი საბუთი ყოველთვის უნდა იქონიონ შორი ახლოს, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ხდება შემოწმებები საიმიგრაციო დეპარტამენტის აგენტების მიერ და მინიმუმ უნდა ანახონ, რომ პროცესი დაწყებული აქვს და უსტატუსოდ არ არის, ანუ უსაბუთოდ საერთოდ არ იმყოფება, ანუ არალეგალურზეა საუბარი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც საერთოდ საბუთები არ აქვს, არც დაწყებული აქვს პროცესი, არც რაიმე სტატუსი გააჩნია, რა სტატუსიც ჰქონდა ვადა გასული, რა ბედი ეწევა ეს ადამიანებს. ეს ადამიანებს ყოველთვის ესეთი ადამიანები ყოველთვის მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ დეპორტაციის, იმიტომ რომ არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ეხლაც საშიშროების ქვეშ არიან, მაგრამ იმის გამო რომ გააფთრებული არის ტრამპის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, უფრო იმატებს რისკები მაღლა. ამიტომ ესეთმა ადამიანებმა რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, კარგი იქნება თუ რაიმე მიმართულებას მიცემენ თავის საიმიგრაციო მიმართულებას მიცემენ თავიანთ აქ ყოფნას. შეეცადონ რაღაცა სტატუსის ცვლილების პროცესში მაინც იყვნენ, რადგან თავიდან აირიდონ ეს ყველაფერი. რაც შეეხება მოგზაურობას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს აღებული მართვის მოწმობები, მუშაობის უფლება შეიძლება რაღაცა თავშესაფრის მიმართულებით იქნებოდა ქორწინების მიმართულებით, ასევე social security, აქვს თუ არა პრობლემა. პრობლემა არ არის მოგზაურობის, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაისიდან ეგრეთ წოდებული real ID-ები შემოდის ხმარებაში, თუ ადამიანს უნდა რომ იფრინოს და თანაც მართვის მოწმობა გამოიყენოს მხოლოდ ამისთვის, real ID პირდაპირ გადავთვალოთ ნამდვილი საიდენტიფიკაციო საბუთს ნიშნავს. ძირითადი ამღნიშნელი ამ მართვის მოწმობის არის, თუ მართვის მოწმობა შეხედავ და ზედ ვარსკვლავის ნიშანი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციას გადის. იდეაში უსაფრთხოების მოსამატებლად აკეთებენ ამას და დიდი ხანია უკვე არეკლამებენ, რომ მაისისთვის უკვე ადამიანებს უნდა ქონდეთ ესეთი მართვის მოწმობა, იმისათვის რომ შეძლონ თვითმფრინავით მოგზაურობა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. თუ ეს არ გაქვთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეგიძლიათ მიხვიდეთ DMV-ში, განახლოთ აიღოთ. თუ ადამიანს არ აქვს ამის საშუალება, მაშინ ჩვეულებრივ როგორც აქამდე პასპორტი დაფრინავდით, პასპორტით შეგიძლიათ ისევე იფრინოთ, ამიტომ პრობლემა არ იქნება ამ მიმართულებით. ეს რაც შეეხება ჩემო კარგო ადამიანებო, მოკლე მიმოხილვას საიმიგრაციო მიმართულებით ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ორ თვეში, გარდა საიმიგრაციო ცვლილებების თუ რყევების, ისედაც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში რყევები არ აკლია ამ ქვეყანას ახალი ადმინისტრაციის ფონზე, ამიტომ ძალიან დინამიური არის ეს პროცესი, როგორც საიმიგრაციო, ასე არასაიმიგრაციო, ამიტომ ვინც აქტიურად ხართ ჩაბმული და დაინტერესებული საიმიგრაციო პროცესებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და თქვენზე პირდაპირ მოქმედებს, შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ ხოლმე განახლებები, იმიტომ რომ ასე როგორც წეგან აღნიშნე, ძალიან დინამიურად და სწრაფად მიმდინარეობს ცვლილებები. დღეს როგორც თქვი, მაგალითად ეს აკრძალვები შემოიღეს, რომ მწვანე ბარათს არ მიცემენ, ვინც თავშესაფრით არის შემოსული და მოგებული აქვს თავშესაფარი და ასევე ტოლვილებს და შეიძლება 2 დღე გავიდეს და კანონი რაღაცა და ეს განკარგულება დაუბლოკონ გააუქმო. იგივე მდგომარეობა იყო, როდესაც ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებული უსაბუთო ადამიანების ბავშვებსო აღარ მივანიჭებთ მოქალაქეობას. წააღებინეს უკან ყველაფერი და შესაბამისად დააბრუნეს ისე როგორც აქამდე იყო, ეს პრობლემა აღარ არის.
ეს როგორც მაგალითი მოვიყვანე. ამიტომ ყველას გისურვებთ წარმატებას და იმედია რომ თუ თქვენი მიზანი არის ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრება და თქვენი ამერიკული ოცნების ასრულება, იმედია რომ თქვენ ყველაფერს მიაღწევთ და აიხდენ თქვენს ოცნებებს. თქვენ უყურებთ არს ქართული ამერიკა, მე ვარ ვალერი გველუკაშვილი და შევხვდებით მომავალში ახალი ვიდეოებით და საინტერესო თემებით. კარგად გრძელდებოდეთ.